მაის და დელობა ერთმანეთს გამოეკავშირეს. გამოვიდა მის თორიდან დალეცა მისი ბოჭილები მოიპოვა ერთზე. დღეს გადავწყვიტეთ რომ აგვედგინა პირველი რესპუბლიკის აღლუმი, იმიტომ რომ სწორედ ესენი იყვნენ ის ადამიანები პირველი რესპუბლიკის დროს, რომლებიც ავრცელებდნენ ევროპულ იდეებს ჩვენს ქვეყანაში და ჯერ კიდევ ერთი საუკუნის წინ მათ ძალიან კარგად ესმოდათ, რომ საქართველოს ადგილი იყო ევროპაში. გიმნასტი შევარდენის გოგონები, რომელსაც დღეს ჩვენ განვასახიერებთ, მაშინდელ საქართველოში თანასწორობის და თავისუფლების იდეებს ავრცელებდნენ. ამიტომ ჩვენ გვინდა რომ ეს იდეები აი ამ ფორმით დავაბრუნოთ ჩვენ საზოგადოებაში, კიდევ ერთხელ გავამახვილოთ ყურადღება და ასევე გამახვილოთ იმაზე ყურადღება, რომ ჩვენ გვახსოვს ჩვენი ისტორია ძალიან მძიმე, ჩვენ გვახსოვს რა ფასად დაგვიჭდა 70 წლიანი საბჭოთა ბატონობა ჩვენს ქვეყანაში და არანაირი სურვილი არ აქვს იმის, რომ დაუშვათ ამის დაბრუნება. არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ დამოუკიდებლობას სჭირდება მუდმივი ბრძოლა, ის რაღაცა უპირობოდ მიღებული მოცემულობა არ არის. ზუსტად 107 წლის წინ ეს ადამიანები იყვნენ რაღაცნაირი სიმბოლური მაჩვენებლები იმისი, რომ ვიცავთ საკუთარ თავისუფლებას და თან ისიც სიმბოლური იყო, რომ ქალები იყვნენ ამ მარშში ჩართულები. ისინი იცავდნენ საკუთარ უფლებებს, მათ შორის როგორც სოციალურ უფლებებს, ისე საკუთარ თავისუფლებას და არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ ჩვენ ვართ მარო მაყაშვილის ქვეყანა, რომელიც რაღაცნაირად პასუხისმგებლობას გვანიჭებს, გვაძლევს იმისთვის, რომ ვიბრძოლოთ და არ დავნებდეთ, იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში უკან მოსაბრუნებელი გზა არ გვრჩება, ასე ვთქვათ. დამოუკიდებლობა არის ჩვენი წინაპრების უდიდესი მონაპოვარი და ყველა ჩვენგანის, ყველა მოქალაქის ვალია, რომ დაიცვას ის. აუცილებელია საქართველოს ყველა მოქალაქემ გავიაზროთ, რის წინაშე ვდგევართ, რამხელა ბოროტების და ძალაუფლების გადაჭარბების, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა ჩვენგანმა პროტესტის ნებისმიერი ფორმა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ გადადგეს არალეგიტიმური მთავრობა, გათავისუფლდეს პოლიტპატიმრები და დაინიშნოს ახალი არჩევნები. საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი. მრავალ საუკუნეთა განმავლობაში საქართველო არსებობდა როგორც დამოუკიდებელი და თავისუფალი სახელმწიფო. მე-18 საუკუნის დასასრულს ყოველ მხრით მტრისაგან შევიწროებული საქართველო თვისინებით შეუერთდა რუსეთს იმ პირობით, რომ რუსეთი ვალდებული იყო საქართველო გარეშე მტრისაგან დაეცვა. რუსეთის დიდი რევოლუციის მსვლელობამ რუსეთში ისეთი შინაგანი წყობილება შეჰქმნა, რომ მთელი საომარი ფრონტი სრულიად დაიშალა და რუსის ჯარმაც დასტოვა ამიერკავკასია. დარჩნენ რა თვისი ძალღონის ამარად, საქართველომ და მასთან ერთად ამიერკავკასიამ თვითი იდვას თავს საკუთარი საქმეების გაძღობა და პატრონობა და შესაფერი ორგანოების შეჰქმნეს, მაგრამ გარეშე ძალთა ზეგავლენით ამიერკავკასიის ერთა შემაერთებელი კავშირი დაირღვა და მით ამიერკავკასიის პოლიტიკური თლიანობაც დაიშალა. ქართველი ერის დღევანდელი მდგომარეობა აუცილებლად მოითხოვს, რომ საქართველომ საკუთარი სახელმწიფოებრივი ორგანიზაცია შეჰქმნას. მისი საშუალებით გარეშე ძალის მიერ დაპყრობისაგან თავი გადაირჩინოს და დამოუკიდებელ განვითარების მტკიცე საფუძველი ააგოს. ამის და თანახმად საქართველოს ეროვნული საბჭო 1917 წლის ნოემბრის 22-ს არჩეული საქართველოს ეროვნული ყრილობის მიერ დღეს აცხადებს. ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია და საქართველო სრულუფლებოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა. დამოუკიდებელ საქართველოს პოლიტიკური ფორმა დემოკრატიული რესპუბლიკაა. საერთაშორისო ომიანობაში საქართველო მუდმივი ნეიტრალური სახელმწიფოა. საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას სურს საერთაშორისო ურთიერთობის ყველა წევრთან კეთილმეზობლური განწყობილება დაამყაროს, განსაკუთრებით კი მოსაზღვრე სახელმწიფოებთან და ერებთან. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა თავის საზღვრებში თანაზროულად უზრუნველყოფს ყველა მოქალაქის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს განურჩევლად ეროვნებისა, სარწმუნოებისა, სოციალური მდგომარეობისა და სქესისა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა განვითარების თავისუფალ ასპარეზს გაუხსნის მის ტერიტორიაზე მოსახლე ყველა ერს. დამფუძნებელი კრების შეკრებამდე მთელი საქართველოს მართვა-გამგეობის საქმეს უძღვება ეროვნული საბჭო, რომელიც შევსებული იქნება ეროვნულ
უმცირესობათა წარმომადგენლებით და დროებითი მთავრობა პასუხისმგებელია საბჭოს წინაშე.